მე რაც შემიძლია დანამდვილებით თქვა არის ის, რომ ეს ვერ მოიტანს იმ შედეგებს, რა შედეგებიც უნდა ქართულ ოცნებას. რო დამდგარიყო, ხო? ანუ საარჩევნო ამ საგამოძიებო, თვითონ რაღაც საგამოძიებო კომისიის საშუალებით მათ უნდათ დისკრედიტაცია სრულიად წინააღმდეგობის ოპოზიციური პარტიების და ასე შემდეგ და ისტორიის გადაწერა, ხო? და ეხლა ხედავთ, რომ ამან ეს ფუნქცია პრინციპში ვერ შეასრულა. და ასევე აი ამ რეპრესიების საშუალებით უნდათ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ჩახშობა, რომ ადამიანებმა აღარ გამოხატონ პროტესტი, აღარ გამოვიდნენ გარეთ და რაღაც დაუბრუნდნენ აი მორჩილების მდგომარეობას ქართული ოცნებისთვის. სხვა ამ ადამიანების დაპატიმრება, სურასიც, ირაკლის მანამდე ამ ხაზის გაგრძელებაა, მაგრამ ეს პროტესტი ხომ არ არის იმის გამო, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გამო, რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის გამო. ხო, ეს პროტესტი არის იმის გამო, რომ ქვეყანას წაართვეს ხელისუფლების არჩევის უფლება საზოგადოებას და ამოაგდეს იმ კალაპოტიდან, რომელიც იყო ამ ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანიც, ხო, ევროკავშირში გაწევრიანება. ამას იწვევს ეს პროტესტი და სანამ ესენი არ შეიცვლება და ქვეყანა არ დაბრუნდება ნორმალურ ვითარებაში, მანამდე ეს პროტესტი არსებობს იმის მიუხედავად, თუ რამდენი პოლიტიკოსი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა უდანაშაულოდ, ხო, მაგრამ ასევე სამოქალაქო აქტივისტების და სხვაებიც ვინც მანამდე დააპატიმრეს, ხო. და ჩვენ ვნახეთ აი ამ პროტესტის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი მოძრაობა, ახალი ლიდერი წამოვიდა, წარმოიშვა და მე არ მგონია, რომ აი ესე დაშინებებმა იმუშაოს, იმიტომ რომ თუ ვინმე შესაჩინებელი იყო იმას უკვე შეეშინდებოდა რა და ხო ვინც ამ ბრძოლაში რჩება და აგრძელებს, ყველამ ვიცით ჩვენ რა რისკების წინაშე ვდგავართ და ნუ ამას უსწორებთ თვალს, არავისთვის არ არის. მაგრამ თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ოცნებისთვის ახლა მთავარი მიზანი არის რომ გაიმყაროს ძალაუფლება, შეინარჩუნოს ის, რაც აქვს, თუნდაც შემდეგი არჩევნებით, ან თუ კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება იყოს მისი სამომავლო მიზანი, თუნდაც საგარეო კურსის შესაცვლელად, რაც 78 მუხლის წაშლით თუ ამოღებით შეიძლება გაგრძელდეს. მოკლედ, მას აქვს ასეთი მიზანი და თუ კი ის მიზან მიმართულად თავის გეგმას მიხვება, ოპოზიციას აკავებს რაღაცნაირად რა შეუშლის ამ პროცესში მას ხელს? ჩვენი წინააღმდეგობა, რომელმაც ძალიან ბევრი დააკარგინა უკვე ქართულ ოცნებას, ხო? ქართული ოცნების ამოცანა მარტო რაღაც კანონების ცვლილება ხომ არა. ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ მის ძალაუფლებას არაფერი არ დაიმუქროს აღარასდროს, ხო? იქნება ეს დემოკრატიული არჩევნები, ოპოზიცია, სამოქალაქო წინააღმდეგობა თუ რაიმე სხვა. ამისათვის მათ კარგად იციან წესით, არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც რომ ხო, პრინციპში არ ეცოდინებათ, რომ აი მხოლოდ ძალადობით ხელისუფლების ასეულ საზღვრად შენარჩუნება შეუძლებელია მაშინ, როდესაც თვითონაც ხო იციან, რომ წაგებული გაქვს არჩევნები, რას ნიშნავს, რომ უმრავლესობა შენი წასვლის მომხრეა და წინააღმდეგია და დაკარგული გაქვს როგორც საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ასევე მორალური ძალა იმისა, რომ ქვეყანა მართო, ხო? დღეს მათი ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი დგას მხოლოდ მოსყიდვაზე, სიცრუეზე და ძალადობაზე. და ეს არ არის რესურსი, რომელიც მას უვადოდ გაწვდება იმ პირობებში, როდესაც არ აქვს არც საშინაო ლეგიტიმაცია და არც საგარეო ლეგიტიმაცია. მისი ამოცანა არის, რომ ეს აღიდგინოს როგორმე, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს ის ოპოზიციის დაპატიმრებით და კიდევ უფრო რადიკალიზაციით ამ ვითარებს. პირიქით, ზამბარა კიდევ უფრო იჭიმება, იმიტომ რომ მას რო კონდეს ძლიერი პოზიციები, ეს ხომ საერთოდ არ დაჭირდებოდა. ეს არის სუსტის საქციელი, იმიტომ რომ მას აღარ აქვს ახალ მხარდაჭერა, არაფერი აღარ აქვს. გარდა იმისა, რომ ემორჩილება რამდენიმე 1000 ერთგული რა ვიცი, ინფორსერი ადამიანი, რომელიც გააკეთებს, შეასრულებს რაღაც ეგ არის და ეგ რა. კი ბატონო, თუმცა თქვენ ხედავთ ახლა უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თმობს. შეიძლება ზამბარას ახლა ჭიმავს და ბევრი გააკეთა ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ წნეხი გაეძლიერებინა ის შიში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა, იმის წინაპირობას, რომ ეს ზამბარა დაბრუნდება დანიშნულების ადგილას მალე. იცით რა, მე ჩემ პირადად რომ გითხრათ, საერთოდ რომ ვერ ვხედავდე წარმატებულ დასასრულს ამ ბრძოლის, მაინც ამ ბრძოლაში ვიქნები, იმიტომ რომ სამართლიანი ბრძოლაა და სამართლიან ბრძოლაში ყოფნა მირჩევნია, ეხლა უსამართლოდ ვიჯდე რაღაც თანამდებობაზე. ხო? ეს ჩემ მორალური პოზიცია ასეთია, მაგრამ რაც შეეხება იმას ბიძინა ივანიშვილს დათმოს თუ არა, ეხლა თავისი ნებით რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩვენ რო შევადაროთ ქართული ოცნების მდგომარეობა, მისი პოლიტიკური მდგომარეობა,
დღეს მის პოლიტიკურ მდგომარეობას, როგორიც იყო რამდენიმე თვის წინ, დღეს ის ბევრად უარესია. კი, ჩვენ მხარესაც ზიანი მოგვადგა ადამიანები დააპატიმრეს და ამ შემდეგ, მაგრამ მათ სერიოზული ზიანი აქვთ მიღებული სანქციები, იზოლაცია, შიგნით მხარდაჭერის დაკარგვა და პრინციპში ტოტალური დაკარგვა დიდი ქალაქების მხარდაჭერის, ხო? სხვაგან სადაც უფრო იოლად ახერხებენ, თქვათ, ადამიანებზე ზემოქმედებას, იქ შეიძლება რაღაც ოდნავ განსხვავებული ვითარება იყოს, მაგრამ დიდი ქალაქები შემოbrunდა ტოტალურად ქართული ოცნების წინააღმდეგ და ეს იმის დამსახურებაა, რომ მოქალაქეებს უღალატა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ მათი პოზიციები, რაც არ უნდა უხეშ ფორმებს იყენებდნენ, რაც უფრო უხეშ ფორმას იყენებ, მით უფრო სუსტი ხარ პოლიტიკურად და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ხო? ეს არის ასე არის პოლიტიკაში და ასე არის საერთაშორისო ურთიერთობებში და ყველგან. მაგრამ ამ თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქართული ოცნება და ეს ყველა მხრივ ჩანს. მაგრამ 28 ნოემბერს თუ კი დღევანდელ ვითარებას შევადარებთ, დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა, პატიმრები არსებობენ, უკვე პოლიტიკოსები არიან საპატიმროში, ამდენი დაჯარიმებული ადამიანი და არ ვიცი, ხელისუფლება, რომელიც ძალიან დაზიანებულია, ინარჩუნებს ხელისუფლებას. ჯერჯერობით და მე ამიტომ ყოველთვის ვიმეორებდი, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ამ ეტაპზე იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც ერთი დღე დავთქვათ და ამ ერთ დღეს შეიცვლება ყველაფერი. ან ის რომ ასეთი ტიპის რეჟიმი არჩევნების გზით წავა. არა, ესენი ხო არიან ისეთი სახელმწიფო, აი გრიგოლზე თავდასხმასაც მინდა გამოვეხმაურო და მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვო, მას რა თქმა უნდა, ჩემი სრული მხარდაჭერა ყოველთვის გრიგოლსაც და ყველა მსხვერპლს ასეთი ლაჩრული თავდასხმებს, მაგრამ ისინი ხომ ასეთი კატეგორიებით არაზრუნებენ. მათ სასურველი გარემო არის რაღაც ბანდიტური სახელმწიფოს შენებლობა რა. აი ეს არის და ეს და როგორ უყურებთ პროცესების განვითარებას იმ შემთხვევაში, თუ კი სხვა პატიმრებიც ასევე, სხვა პოლიტიკოსებიც ამ სიაში მოხვდებიან საპატიმროებში და სამოქალაქო აქტივისტებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან ერთად პოლიტიკოსებიც იქნებიან ამ პროცესში საპატიმროში. აი რა მოცემულობა, რა ეტაპზე გადახავს ზოგადად აი ამ ყველაფერს პოლიტიკური პროცესი თუ კრიზისი ასევე რაც არსებობს. კი, ბუნებრივია არავის არ უხარია და არ არის კარგი საპატიმროში აღმოჩენა, ხო და ეს არავის მიზანი არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ თუ არჩევანი არის რაღაცა დღეს რაღაც გამოპრანჭული იჯდე ქართული ოცნების პარლამენტში, ან იყო გარეთ ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც შეიძლება აღმოჩნდეს ანგისოსებს მიღება, ან ასე თავს დაგესხას და ამ შემდეგ მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და მორალური არჩევანი, რომელიც ყველა მოქალაქემ და მით უმეტეს ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, ეს იქნება ზიანი ჩვენ მხარეს, თუ ასე მოხდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები გარეთ არიან სასარგებლონი, მუშაობენ, იბრძვიან, ფიქრობენ და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ის, რაც კიდევ უფრო გამოაცლის ლეგიტიმაციას, კიდევ უფრო გამოაცლის მხარდაჭერას ქართულ ოცნებას, კიდევ უფრო სწრაფი და შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტური რეაქცია მოყვეს ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რა. ყველას თავისუფლების მოყვარულ ყველა მოქალაქეს ვერ დაიჭერენ. რეალურად, იმიტომ რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არის პოპულარული. ეს რომ იყოს რეჟიმი, რომელმაც რაღაცას მიაღწია ქვეყანაში, ხო? მაშინ შესაძლოა მას ქონოდა რაღაც ტიპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი დაემყარებინა, ხო? აი რომ შევხედოთ ჩვენ გარშემოც, ხო? მაგალითად აზერბაიჯანი როგორც ჩამოყალიბდა იმ ტიპის რეჟიმად, რა ტიპის რეჟიმისაც ის წარმოადგენს, ხო? ალიევმა მოახერხა ომის სტაბილიზაცია, ფრონტის სტაბილიზაცია, ქვეყნის სტაბილიზაცია, ეკონომიკის სტაბილიზაცია და აზერბაიჯანი გახადა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე არა მხოლოდ ჩვენ პატარა რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპულ პოლიტიკაში და ენერგოპოლიტიკაში, ხო? იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსზე, სადაც ავტორიტარულმა ლიდერმა მოაგვარა რაღაც პრობლემები. ამათ არაფერი არ მოუგვარებიათ და კიდევ უნდათ რომ გალიაში გამოამწვდიონ არა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი, არამედ მთლიანად მთელი საზოგადოება და ეს შეუძლებელი ავტორიტარიზმი იქნება მაშინ, როცა ხარ ძალიან პოპულარული და არა მაშინ, როდესაც ყველას უნდა შენი წასვლა. ეგ არის მარტივია. რთული ბრძოლა, არავის არ არის მარტივი, მაგრამ მოსაზრება მაგალითად თქვენ წინ სტუმარი წინა ბლოკში ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა, რომ რაღაცა საგარეო კურსის, საგარეო ღერძის შეცვლა უნდა ქართულ ოცნებას, დასავლეთთან ბოლო მცდელობები აქვს, თუ კი მათ ექნებათ კომუნიკაცია.
თუ კი ისინი ისურვებენ, თუ კი ეს მოახერხებს, არ ვიცი, თუ არა და ხო, აი აზერბაიჯანის ტიპის ან რაღაც ევრაზიულ კავშირებში საკუთარი თავის პოვნა. როგორ უნდა შექმნას აზერბაიჯანული ტიპის რეჟიმი იმ სახელმწიფომ, რომელმაც აი ხა ეკონომიკურ ინდიკატორებსაც რო გადახედა, ხო, თან რაღაცებს კი იწონებენ ზრდით, მაგრამ მაგალითად ნახოთ მოგების გადასახადი რამდენია, როგორია აკრეფა დեղეგი, გაყიდვები, როგორია ბიზნესის მოგების მაჩვენებლები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ და სანქცირებულმა მთავრობამ, აი სანქცირებულმა რეჟიმმა, რომელთანაც არავის ლაპარაკი არ უნდა, ხო? როგორ უნდა მოახერხოს ესეთი რეჟიმის ჩამოყალიბება, როგორც მაგალითად აზერბაიჯანში, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, გეოეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებულია. ქართულ ოცნებას რა უნდა? ქართულ ოცნებას უნდა და ეს გამოჩნდა კიდეც იმ წერილში, რაც მიწერეს ტრამპს. ქართულ ოცნებას უნდა, რომ მიიღონ ისეთი, როგორიც ის არის. ანუ თქვან, რომ ჩვენ აღარ გვინდა საქართველოს დემოკრატიული, აღარ გვინდა საქართველოს თავისუფალი, ჩვენ გვინდა იყოს რაც გინდა, დემოკრატია დამარცხდა ამ ქვეყანაში, თავისუფლების იდეა დასამარდა, არაფერი არ გამოვა და აი რაღაც ურთიერთობები მაინც გვექნება და ნუ ხანდახან შეგხვდება. სტრატეგიული. აი ეს უნდა, მაგრამ ასეთი საქართველოს ჩემი აზრით არ არის საინტერესო. არ არის საინტერესო, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ მიზიდულობა ყოველთვის იყო, კი, ჩვენ გქონდა რაღაც ფუნქცია, თქვათ, მილსადენი, სატრანსპორტო და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ალტერნატივები მაინც ბევრია რა. საქართველოს იყო საინტერესო, იმიტომ რომ ამბობდა ეს ქვეყანა, რომ ჩვენ ვართ ამაყიერი, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვიბრძვით იმისთვის, რომ აი ამ რეგიონში შექმნათ თავისუფლების და სტაბილურობის, დემოკრატიული მშვიდობის პრეცედენტი. და აი ნახეთ ქართული კიდე აღარ უნდა და ქართული ოცნება თუ კი ესაუბრება ყველას და ყველასთან ცდილობს აი ამ პირობით კომუნიკაციას, რომ მე ვიქნები ოღონდ ჩემთან ასეთი პირობებით იყოს კავშირი, ვინც აღიარებს მის მმართველობას, იმასთან იქნება საბოლოოდ. ეს არის მისი. კი, აღიარებს, აი კიმბერლი ლოუ მაგალითად. აი ეს არის, ხო? ანუ ვინ აღიარებს, ხო? აი რა ვიცი, შეუძლია წავიდეთ ჰამას ხელბოლოს. დასავლეთს ესაუბრება, სთავაზობს საკუთარ თავს. ხო, მაგრამ არა, აი და რა შედეგი? აზერბაიჯანს უნებრივია არა შედეგი ამას არ მოაქვს მათთვის ხო ხედავთ აი უკვე რაღაც საჯარო წერილებით იხვეწებია ეხა აქ მე ერთი რამ მინდა ვთქვა რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ის რომ რაღაცა კონტაქტები შეიძლება გქონდეს სხვა სახელმწიფოებს ამ ქვეყანაში თუნდაც ქართულ ოცნებასთან ჩემთვის გასაკვირი სულ არ იქნება იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობების ბუნება ასეთია რომ აი რუსები და უკრაინელები ხვდებიან და ეხლა ვიღაცას რომ რაღაც კონტაქტი გქონდეს ამათთან ეგ საერთოდ საუბარი მაგაზე კი არ არის საუბარი იმაზე რა ტიპის ურთიერთობებია ეს რა ტიპის კავშირებია და რა ტიპის კავშირები იქნება თუ ქართული ოცნება აქ დარჩება ამ პირობებში საქართველოს არა რაღაც კავშირები იქნება რა თქმა უნდა მაგრამ ეს იქნება რაღაც ჩაკეტილ წრეში მოქცეული ქვეყანა რომელთან ურთიერთობა ძირითადად იქნება რომ ჩემგან შორს იყავი რაიმე არ დამართო აქეთ არა იყავი მეგობარი რა ანუ ჩვენ აქამდე ვაშენებდით მეგობრულ ურთიერთობებს და როდესაც ეს აღარ გამა მაშინ იქნება ურთიერთობები როგორც რაღაცა მოწინააღმდეგესა მტერთა რაღაც ჩამორჩენილ დაგლახაკავებულ სახელმწიფოს და რომელთანაც არავის არ მოუნდება ნორმალური ურთიერთობა ექნებათ რაღაც ურთიერთობა რა ვიცი ტერორისტები არ გაიპარონ საქართველოს გავლით ევროპაში ჩაკეტონ საზღვრები რომ მთელი ქვეყანა არ ადგეს და არ გადასახლდეს სხვაგან საცხოვრებლად და ესეთი ურთიერთობები იქნება რა. კი ბატონო და ბოლოს მინდა ერთ თემაზე მოვასწრო თქვენი პასუხი ამ ფონზე როცა ქვეყნის შიგნით პროცესები ისე მიდის რომ პოლიტიკოსები იქნებიან საპატიმროში თქვენ როგორ ხედავთ ადგილობრივ არჩევნებს? მე არა და არის თუ არა ხელისუფლების ინტერესში სხვადასხვა პოზიცია მომისმენია ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში? გააჩნია ხელისუფლებას ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ექნება დიდი სურვილი რომ აქ იხილოს რაღაც ძალიან სუსტი ოპოზიცია თავისი წესებით ჩაატაროს არჩევნები დაწეროს ის შედეგები რაც უნდა და რაღაც ახალი ფარატინა ქაღალდი შექმნას იმისათვის რომ თქვა პარტნიორებს ვიღაცებს გარეთ უთხრას აი რა გინდა ჩაიარა ამ კრიზისმა აი 2-3 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში ყველაფერი კარგად არის ეგ რაღაც რადიკალები ხმაურობდნენ და დამთავრდა ჩემი პოზიცია ამაზე არის შემდეგი იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვყავს ამდენი პოლიტპატიმრები, იმ პირობებში, როდესაც მთლიანად საარჩევნო პროცესი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველაფერი არის სრულიად ერთი პარტიის ხელში. იმ პირობებში, როდესაც მომსპარია პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოების სივრცე ამ ქვეყანაში, ხო?
და იმ პირობებში, როდესაც არაფერი ჩვენი მთავარი მოთხოვნებთან დაკავშირებით იქნება ეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აქ პროგრესი არ არის. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი, რაც შეიძლება აქ ოპოზიციას ჰქონდეს, ეს არის ტოტალური ოპოზიციური ბოიკოტი. ხა თუ რაღაც ცვლილებები არის ამ ადამიანებთან დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდეგ და ფუნდამენტურად რაღაცები იცვლება, თუ რაღაცები იცვლება, მაშინ სხვანაირად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ამ ვითარებაში რაც ახლა გვაქვს, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მთლიანად ოპოზიციამ გამოაცხადოს ბოიკოტი და ამით კიდევ უფრო დაასუსტოს ლეგიტიმაცია ქართული ოცნების. თუ კი ისე მოხდა, რომ პატიმრები გარეთ არიან. ერთი პირობა შესრულდა. ჩვენ ვიბრძვით ახლა ორივე პირობებისთვის, პირობების შესასრულებლად, რა თქმა უნდა, თუ იქნება საუბარი აი ამ პირობებზე რა პროგრესი შეიძლება მივახციოთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ და ვნახოთ რა ხდება რეალურად რა. ეს არის მთავარი ჩემი აზრით. კი ბატონო, კეთილი, მადლობა.